რიკული საუზმის ამბავი კი მაინტერესებს. აი, მოკლედ, დადასტურებულია და ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია, რომ დღის უმნიშვნელოვანეს კვებას საუზმე წარმოადგენს ლიკასთან ერთად, რადგან ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების ამოქმედება სწორედ უწყობს ეს ხელს. დღეს ყურადღებას ყველასთვის ცნობილი ამერიკულ საუზმეზე გავამახვილებთ, რომელშიც ძირითადი არის ბეკონი, კვერცხი და ყავა. საინტერესოა თუ როგორ გაჩნდა ეს სამი კომპონენტი ამერიკელების ყოველდღიური საუზმის რაციონში და განსაკუთრებით მაინტერესებს ბეკონი. საინტერესო ხრიქს მიმართეს მაშინ, როცა ინერგებოდა, ასე ვთქვათ, ეს ტრადიცია, როგორც ირკვევა ბეკონის წარმოებულ ამერიკულ კომპანია ბიჩნაც ჭარბი რაოდენობის პროდუქციის გასაღებას სურდა და მან დასახმარებლად არც მეტი არც ნაკლები ზიგმუნდ ფროიდის დიშვილს, პიარის მამად წოდებულს, ედვარდ ბერნეის მიმართა და ხო, დახმარება ბერნეისმა პიარის მამა იყო მისი დიშვილი. პიარის მამად წოდებულია. პიარის მამა ვინ არის? ნუ ზიგმუნდის დიშვილი. ესე ვიცოდი მე ყოველ შემთხვევაში და მოგეთ მამები ოჯახში. კი ბატონო. მოკლედ ბერნეისმა კლასიკური სარეკლამო ბილბორდის ნაცვლად ისეთი გამოსავალი ერჩია, რომლის მეშვეობითაც აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმე მილიონიც კი გამოიმუშავა ძალიან მალე. ედვარდმა მკურნალ ექიმს კითხა თუ როგორი საუზმეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უკეთესი, რაზეც მან პასუხად მიიღო, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დილის ნოყიერად დაწყება და მოკლედ ქვეყნის მასშტაბით 4000-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იპოვეს, რომლებმაც აი ესე ერთხმად თქვეს, რომ დილის ამგვარი დასაწყისი და ბეკონი არის იდეალური ჩვენი დღის უკეთ გასაგრძელებლად. ხო, ჯანსაღი ხა როგორ შეიძლება შემწვარი ბეკონი იყოს, მაგრამ ასე ხა ზიგმუნდის დიშვილს დაეჯერებოდა თავის დროზე და ამიტომ გაუვიდა ეს ხრიკი შეიძლება ითქვას. მაგრამ ნოყიერია. კი, ძალიან ნოყიერია, ძალიან გემრიელი. ძალიან ხაშუნაა და კარგია. ხრატატუტა. კი ბატონო, და დღეს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ამ ტრადიციას მიყვება და შეიძლება ხო, ამერიკის მოსახლეობის. საქართველოში ისე ფეხმოკიდებული ვერ არის ამერიკული. ჩვენ ჩვენებით გვაქვს არანაკლებ გემრიელი და ჩვენი ღლიყო. კი, ჩვენ ურჩევნია ყველაფერს. და ჩვენი პაპები. კი ბატონო. მაგრამ ყავა ხო არის მოკიდებული ყველას სამწყავას დილით, ხო? ასეა. როგორც ცნობილია, მე-18 საუკუნის კოლონიურ ამერიკაში საუზმეზე ჩაის მიირთმევდნენ ადრე, რომელსაც მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გემებიდან მოიპოვებდნენ. ეს მოცემულობა 1773 წლის 16 დეკემბერს შეიცვალა. მაშინ, როდესაც კოლონისტებმა ინგლისელების მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადი გააპროტესტეს, ინდიელებად გადაცმულმა ბოსტონელმა ვესტ ინდოეთის კომპანიის ხომალდზე შეაღწიეს და ჩაის 342 ყუთი ზღვაში გადაყარეს. როგორც ვიცით, ეს მოვლენა ბოსტონის ჩაისმის სახელით არის ცნობილი. ეს სხვათა შორის აბიტურიენტი რო ვიყავი, ეს მომივიდა საკითხად და გავეცი. სწორედ ამ მომენტიდან თქვენს უარი ამერიკელებმა ჩაის მირთმევაზე და თავიანთ ტრადიციულ სასმად ყავა აქციეს. ნუ თქვენს რა ათქმევინეს უარი. ათქმევინეს, ხო, ცოტა მოატყუეს. შეიძლება ჩაი ერჩივნათ, მაგრამ გაუარებინეს. უარია თქვენზე. დაუარე. მე უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ. გეტყვით ასევე იმასაც, რომ კვერცხი როგორ გაჩნდა ამერიკულ ესე იგი ულუფაში. ულუფაში როგორ გაჩნდა კვერცხი, მოკლედ. არაერთხელ განიცადა ამერიკულმა საუზმემ ცვლილება, ძალიან ბევრი ვარიანტი იცადეს და ანუ ეს over easy ამერიკულია? აი ეს ვერსია სუფთა ამერიკულია. ახლა მე-19 საუკუნის ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა საუზმის ვიქტორიანული სტილი, რომელიც ოჯახის სოციალურ სტატუსს უსვამდა ხაზს და მოკლედ ამით ცდილობდნენ ხოლმე თავის და ეგ როგორი იყო ეს ვიქტორიანული სტილი? აი მივალ ვიქტორიანულ სტილამდე. და მოკლედ სწორედ ამიტომ აღნიშნულ პერიოდში ამერიკელები საუზმის გასაწყობად მდიდრულ სტილს მიმართავდნენ და სუფრაზე სხვა ვთქვათ ფაფასთან, ბეკონთან და თევზთან ერთად აუცილებლად ჰქონდათ კვერცხი და სხვადასხვანაირი ზოგს ერთი, ზოგს ორი, რა ვიცი, ოჯახზე იყო დამოკიდებული თვითონ და ადამიანზე მის ამზადებდა, ხო, ისი საშუალება იყო იმ მომენტში. აი ესეც საინტერესო ისტორია აქვს, მოკლედ კვერცხს ამერიკულ ულუფაში. არა, მე მართლა მიყვარს ამერიკული საუზმე, არ ვიცი, იმიტომ რომ იქ ცხოვრობდი და რაღაცა იქ ძალიან გემრიელია და ძალიან ნოყიერია მათი საუზმე და ეს pancake-ები, ასე ვთქვათ, ხო, რაც არის ასევე მათი ძალიან სახასიათო საუზმე, რომელიც ბეკონთან ერთად მოდის, რა უცნაური ის არის, ხო? კომბინაცია, მაგრამ მაინც, ნუ რაღაცა მართლა მივიღეთ ყველამ როგორც იდეალური საუზმე.